სახელითა მამისათა, დაცისათა და სულისა წმინდისათა. მეგობრებო, თქვენ იცით, რომ ხვალ 27 იანვარს არის ნინოობა, ხსენება წმინდა ნინოსი და მე ტრადიციისამებრ ყოველთვის ადრეც ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, რომ მე წინა დღეს ხოლმე ვტვირთავ ვიდეოს და გილოცავთ ყველას მოციქულთა სწორისა და ქართველთა გამანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს. განსაკუთრებით ულოცავ ყველა ნინოს და რა თქმა უნდა თქვენ ყველას გულითადად გილოცავთ ამ დღესასწაულს ხსენებას წმინდა ნინოსი. გფარავდეთ წმინდა ნინოს მადლი თქვენ და თქვენს ოჯახებს. წმინდა ნინომ გააძლიეროს, გაამთლიანოს და აკურთხოს სრულიად საქართველო. ამინ. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს, მეგობრებო, 1 ივნის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და ხვალ, ანუ ეკლესიურად უკვე დღეს 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს. წარმატებებს გისურვებთ. მოგესალმებით ყველას, მეგობრებო, სახელითა მამისათა, დაცისათა და წმინდისა სულისათა. გთხოვთ გამოიწეროთ არხი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ წმინდა მოციქულთა სწორი დედა ჩვენი ნინო, ქართველთა განმანათლებელი, ეს არის მე-4 საუკუნე. მის ხსენება არის 27 იანვარს და 1 ივნის. მეგობრებო, კაბადოკიელი ქალწული წმინდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დის სოსანას ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს 12 წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმინდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა. გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის გაღმა უდაბნოს მიეშურა სამოღვაწეოდ. ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა. ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს სარა ნიაფოლს. აღზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც თუ როგორ მოხდა ქრისტეს კვართი წარმართა ქვეყანაში, საქართველოში. მაშინ ჩვენ წარმართები ვიყავით ქართველები, ხო, სანამ წმინდა ნინომ გაგვაქრისტიანა და ამ დღიდან ნინო გუმხურვალედ ევედრებოდა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმპერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუგსოვა საყვარელ შვილს. ყოვლად წმინდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაკე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი. მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: როგორ შემიძლია მე სურთ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გაუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერ წმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას. რით შემიძლია რომ ვერ წმუნო? ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა. ხო, უკაცრავად, მაგრამ აქ მე მინდა თქვა, რომ აუცილებლად მოასმენიეთ, მეგობრებო, მის ესე იგი
ამას ყვები კითხულობ ნაწილობრივ ესე იგი ყვები და მარტივად ტექსტს ვამზადებ, მარტივ გასაგებ უბრალო ენაზე, სიტყვებით უბრალო, მარტივი აღიქვათ და კარგად მარტივად გასაგები რო იყოს, ამიტომ აუცილებლად ესე იგი დარასვით მოასმენინეთ თქვენ შვილებს, ბავშვებს, პატარებს, ნათესავებს, ძმისშვილებს თუ მოკლედ პატარებსაც მოასმენინეთ აუცილებლად. შემდეგი ვაგრძელებთ და ხო, ესე იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა წმინდა ნინოს და უთხრა: მიიღე ჯვარი, ესე ფარა და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში, მას სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი. ამის შემდეგ ნინომ ბიძას პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა. იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და მოციქულებრივ ღვაწლზე აკურთხა. რომში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძულზე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს ჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა ესე იგი ცოლად შეერთო იგი. წმინდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწთა და საძაგელთა კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმინდა ნინო, რიფსიმე გაიანე და მათთან ერთად 50 ქალწული სომხეთში გაიქცნენ. დიოკლეტიანემ მალე მსრმბლობელი აფრიანა ლტოლვილთა მოსაძიებლად შემდეგ, ესე იგი თრდაც სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე. აუწყა მომხდარი და უბრძანა ამოეხოცა ლტოლვილნი, რიფსიმე კი მისთვის გაეგზავნა, ან თუ მოეწონებოდა თავისთვის დაეტოვებინა. თრდად მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრიხა. წმინდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძულზე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად. წმინდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმინდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაისნო მცხეთელი მწყემსები, ისე მიიღო ღვთისგან ზეგარდამოლოსვა კურთხევა მცხეთას წარმართა ქადაგებისა. თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა წყალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმინდანმა იქ სულ ერთი თვე დაყო არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში. საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმინდას. მეფენი მთვა, ესე იგი მთავარნი და ყოველი ერი შიშით ზრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული და ქართველთათვის ლოცვა აღავლინა უფლის მიმართ. და ბერა საშინელმა ქარმა წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა. წმინდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა. უშვილო ოჯახს წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა მიმადლა შვილი. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და
დაემოწაფა წმინდანს. მეგობრებო, ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს ჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურე წმინდა ნინოს და მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა თხოვეს, მაგრამ წმინდა ნინომ დედოფალს შეუთვალა თავად მოსულიყო მასთან. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთა სწორ ბრძანებას. წმინდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე. ერთხელ მეფე მირიანი საანდირო წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, ხო, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს ჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნევდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს, როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა. ღმერთო, ნინოსაო, გამინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღმართო ძელი ჯვარესა და თაყვანისმცემას, აღვაშენო სახლი სალოცველად შემდა და ვიყო მორჩილ ნინოსას ჯულსაზე და ხრომთასა. მაშინვე გამომწყინდა მზე, გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმინდა ნინო და აუწყა განზრახვა. მეგობრებო, წმინდა მოციქულთა სწორის ღვაწლით საქართველოში გამტკიცდა ქრისტიანობა. წმინდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაკრძალეს, სადაც დღემდე განისვენებს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო. შეგვეციოს წმინდა ნინოს მადლი და გვფარავდეს მისი ძალა, ხო? ბოლოს მინდა წმინდა ნინოს ტროპარი წავიკითხო. სიტყვისა ღვთისამსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა გამანათლებელო და სულისა წმინდისა ქნარო, დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ. Mama ჩვენო რომელი ხარ ცადაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი სუფევა შენი იყავ ნება შენი
ვითარცაცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობით სამომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუდევებთ ანამდებთ მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენგან სასწრაფსა არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისა Mama ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვედი სუფევაშენი იყავნება შენი ვითარცაცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობით სამომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუდევებთ ანამდებთ მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენგან სასწრაფსა არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისა Mama ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვედი სუფევაშენი იყავნება შენი ვითარცაცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობით სამომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუდევებთ ანამდებთ მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენგან სასწრაფსა არამედ მიხსენ ჩვენ